რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. გამარჯობათ, მე ვარ სოფიო ბეროშვილი, რადიო კომერსანტის ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. დღეს კოოპერატიული ბინადმშენებლობისგან დაზარალებულებზე ვისაუბრებთ. უკვე წლებია კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებულები რეაგირებას ელოდებიან. საქართველოს სახელმწიფო მათ მიმართვალი ჯერ კიდევ 90-იან წლებში აღიარა, თუმცა დაზარალებულებს კომპენსაცია დღემდე არ მიუღიათ. რა ღონისძიებების გატარებას აპირებს სახელმწიფო კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ და რა თანხაა გამოყოფილი 2015 წლის ბიუჯეტში. ამ თემაზე თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებთან, კოოპერატიული ბინადმშენებლობის დაზარალებულებთან და ექსპერტებთან ერთად ვისაუბრებთ. დღეს მოვისმენთ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბატონი ჯაბასამუშიას ინტერვიუს. სატელეფონო ხაზით ჩაგვერთვება კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებული ბატონი ბესოს აღარაძე, ხოლო ბოლო ბლოკში ჩაგვერთვება ადვოკატი ბატონი აკაკი ჩარგეიშვილი. ახლა კი მოვისმინოთ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ბატონი ჯაბასამუშიას ინტერვიუ. გამარჯობა ბატონი ჯაბა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, რომ დავთანხმდით. დღევანდელი გადაცემის თემა იქნება კორპორატიული ბინადმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეები. თუ შეიძლება რომ აღვიხსნათ, ქალაქ თბილისის ბიუჯეტში 2015 წლის გათვალისწინებულია თუ არა კორპორატიული ბინადმშენებლობის დასრულებისთვის თანხები. მადლობა მოწვევისათვის და რომ მაგალ საშუალებას რომ ეს თემა კიდევ ერთხელ გავაცნოთ საზოგადოებას. უპირველესად ვიტყვი რომ ეს არის სახელმწიფოში და ვალად აღიარებული საკითხი კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხი და აქედან გამომდინარე არის პირდაპირ დაკავშირებული ცენტრალური ბიუჯეტის ცენტრალური ასოთ ხელისუფლების და ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების. ბინადმშენებლობით დაზარალებულთა საკითხი ეს არის სახელმწიფოს მხრიდან შიდა ვალად აღიარებული და აქედან გამომდინარე უნებრივია ვალის გასტომებაც უნდა მოხდეს მთლიანად იმ წესის დადგენის შემდგომ რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა სამსი კომისიის ფარგლებში. ეს საკითხი არ არის პირდაპირ დაკავშირებული ადგილობრივ თვითმმართველობასთან. მე მინდა ეს უბრალოდ ვცოდეთ თავიდან, ეს არის სახელმწიფო ვალი და შესაბამისად ეს არის ცენტრალური ბიუჯეტიდან გასაცემი კომპენსაცია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის თბილისის ბიუჯეტში შესაბამისი თანხა ჩადებული, აგიხსნით ამის ისტორიასაც და აღნიშნავ, რომ ეს არის სწორედ ჩვენი თავრობის გარკვეულწილად პოლიტიკური მიღებაც, რომ ამ კუთხით მთელი სტრუქტურები, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები ჩართული ყოფილიყო ამ პრობლემის მოგვარებაში. ეს თავის დროზე გასულ წელს ჩვენი ხოვნით იქნა შეტანილი თბილისის ბიუჯეტში. და შესაბამისად ყველგან წელსაც ის თანხა გადმოვიდა. ეს არის დაუმთავრებელი რამდენიმე კორპუსისათვის განკუთვნილი თანხა და ვფიქრობ, რომ ამ თანხისათვის ხარჯვა უნდა მოხმარდეს კონკრეტულ პროექტებს. ეს არის ზოგადად ვალისთვის დასასტუმრებლად გამოყოფილი თანხა, ეს არის კონკრეტულად თბილისში არსებული დაუმთავრებელი ხუთი კორპუსისათვის განკუთვნილი ბატონი ჯაბა, ქალაქის ბიუჯეტის ასიგნებებით რა თანხა არის გათვალისწინებული ამ კოოპერატიული ბინადმშენებლობის კორპუსებისთვის, რომ დასრულდეს? ეს ინფორმაციაც რომ მოგვაწოდოთ. დასაწყისში განკუთვნილია 3 მილიონი და უკვე შემდგომ ეტაპზე თუ არ ავიქნა საკმარისი შესაძლებელი არის თანხა გაიგებს. მაგრამ დასაწყისში ჩვენ გავიდანე ჩავდით 3 მილიონი. ეს არის მიმართული კორპუსის ჯერ გრადობის დასადგენად და შემდგომ რომელიც
Dioch. 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 კომისიაც კი არ შეგრებინა და კომისია ამ თვალსაზრისით შედგა და ამ კომისიასთან დავალებული და ინფორმაციის ბაზის დამუშავება თუ რეალურად ჯერჯერ რა ქონებას ფლობთ ამ კომისიას რომელიც ისა რომელიც განსხვავებული არშენებრივი მარტო შეიძლება. ბატონო ჯაბა, იცით რა მინდა გითხოთ, თუ ფლობთ თქვენ ამ ინფორმაციას, ეს კომისია, რომელიც წლების განმავლობაში იყო შემდგარი და არ იკრიბებოდა, ბოლოს რომელ წელს შეიკრიბა ეს კომისია? თქვენ თქვით რომ დიახ. როგორც კი მოხდა ახალი ხელისუფლების დიახ. formuleba ამის შემდგომ ფინანსთა სამინისტროსთან და ფინანსთა მინისტრობის კომისიაში დიახ მოდახატებს პერიოდში იყო ორი შეკრება აქედან ბოლო შეკრებაზე მოხდა და ის გადაწყვეტილება მოგახსენებთ რომ დაიწყოს ამ კუთხით სულა რომ მოხდეს ჩვენად შესწავლა ამ საკითხისა და ვფიქრობ რომ ამ საკითხის გამოშვების შემდგომ კომისია შეიკრიბება უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებების ამებიდან გავუშვე რომ აუცილებელია თვითონ ამ პრობლემის სიმსავლების ნახვა ის არის ამდენი 200 ადამიანის პრობლემა დიახ რამდენიმე 1000 ადამიანს ეხება დიახ რამდენიმე 1000 ადამიანს მარტო თბილისში არის 3500 ოჯახი დიახ ჩვენი მოწოდობა ახისა გასაცნობებელი ვარ როგორც მოგახსენეთ დაახლოებით 300 მილიონს აღემატა ეთერონად რუსი და დაანგარიშებული ზამე ამას დაანგარიშება სარვი თახლები იმ დროისათვის დაახლოებით 600 მილიონიანი ვალი იყო ეს ვთვლი რომ ეს 600 მილიონი და გაბერილი რომ ის უკან იყო სერიოზული კორუფციული ანუ თქვენ თვლით რომ სხვა თანხაზე არის აქ ლაპარაკი და ბევრად ნაკლები იქნება? ჩალკე დასაწვდენია. ვთვლი რომ ის 600 მილიონი არ არის 600 მილიონი დაწლებით შეიძლება ნაკლებია, მაგრამ ეს ნაკლები საკმაოდ დიდ მოცულობაა. მე მახსოვს აქ წარმოდია საკმაოდ თანხასთან მოხდეს საქმე და უნებრივია ეს ერთმანეთს დაიღოს სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ ხელით თანხა და მოახდეს მისი გაფშენა საკმაოდ რთული ამიტომ მოსახლეობები ამაზეც ის მუშაობა და ამაზეც ის სასუქრაცო სხვადასხვა ვარიანტების შეჯერება ასე პროცესი დაიწყო შეიძლება გაგონჭუს ადამიანების სამშობლოსა და განწყობასაც მეტი არის საკმაოდ არის მაგალითად სექტორში მოხდეს მაგრამ ნატურალურად და პროდუქტ საზოგადოებას ხონდეს ეს
ყველა შემთხვევაში კომუნალურ საზღვარებია და ყველა შემთხვევაში ეს პრობლემა ჩვენი სუპერვიზიორია მოსაგვარებელი და კიდევ გამომდინარე გუნებია თვითონ დიახ დიახ სამეთახებით რომ საკმაოდ ნაკლ რამდენიმე ასეული ადამიანს მოუხსნეს პრობლემა. ეს უკვე ნიშნავს რომ რაღაცა ნაბიჯია და ამმიმართულებით დიახ ბატონო ჯობა დიახ მე მაინტერესებს ანუ ეს კონკრეტულად არის ბიუჯეტში ასიგნებებში მითითებული რომ კონკრეტულად კოოპერატიული ბინათმშენებლობებისთვის არის ეს გათვალისწინებული თუ არის მითითებული რომ ტექნოლოგიებისთვის არის ანუ ავარიული შენობებისთვის მიბმული იმიტომ რომ იყო ასეთი ინფორმაცია გაჟღერებული მე მაინტერესებს კონკრეტულად ბიუჯეტში კოოპერატიული ბინათმშენებლობები თუ არის ნახსენები საქმეა ნახსენებია დიახ შეიძლება მოიხსენება ორგანიზაცია დიახ ასე ვთქვათ ტექნიკური ნაწილი და მეორე არის დიახ უშუალოდ ასე ვთქვათ ბიუჯეტის ასე ვთქვათ ერთადი დიახ აი ნაწილი შეიძლება განმარტებული დიახ საუბარო მისცემ კოოპერატიული ბინათმშენებლობებისათვის განყოფილება დიახ გასაგებია ძალიან ისია მაგრამ ეს არის კითხვების მოწყობის მუხლი დიახ ეს მოწყობის მუხლი დიახ ძალიან დიდი მადლობა ბატონო ჯებო მთელი ინტერვიუსის დეტალურად რომ აგვიხსენით ყველაფერი დაგემშვიდობებით კარგად ზანდებოდეთ გადაცემაში რეკლამის დროა ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. ჩვენ ისე დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად ახლა კი სატელეფონო ხაზზე ყავს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ბატონი ბესო საღარაძე. მოგესალმებით ბატონო ბესო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ალო ბატონო ბესო. გამარჯობათ. მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო ბესო, დავიწყოთ თემაზე საუბარი. თავიდან მოკლედ რომ მოგვიყვეთ, საიდან იწყებს ეს პრობლემა, სათავეს, რამდენი წელია ეს პრობლემა დგას და რამდენი დაზარალებულია თბილისის მასშტაბით, ასევე რამდენი კორპუსია დაუსრულებელი. ბატონო ბესო, თუ შეიძლება რომ რადიოს ჩაუწიოთ და ტელეფონში მე მგონი ისმის ჩემი ხმა და ესე რომ გვესაუბროთ, იმიტომ რომ დაგვიანებით მოდის ხმა. კი, გენაცვალეთ ეხლავე. ალო გესმით ახლა? დიახ, ისმის ბატონო ბესო, თუ შეიძლება რომ მოკლედ მოგვიყვეთ, საიდან იწყება ეს პრობლემა, რამდენი წელია უკვე დგას, რამდენი დაზარალებულია თბილისის მასშტაბით და რამდენი კორპუსია დაუსრულებელი? ეხლა მოგახსენებთ, საქმე იმაში რომ პრობლემა იწყება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, როდესაც ბინათმშენებლობის რამდენიმე ფორმა არსებობდა, ერთი იყო სახელმწიფო აშენებდა საცხოვრებელ ბინებს და სარგებლობაში გადასცემდა მოქალაქეებს აბსოლუტურად უფასოდ. მეორე ფორმა იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობა, როდესაც ჩვენი დანაზოგებით შეგვქონდა ეს ფული და ჩვენი ფულით შენდებოდა საცხოვრებელი ბინები. ჩვენ ფული შევიტანეთ 1990 წელს. დიახ. 91 წელს საბჭოთა კავშირი დაინგრა და შესაბამისად გაჩერდა კოოპერატიული ბინათმშენებლობა საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიებში. დიახ, თუმცა 90-იანივე წლებში მოხდა სახელმწიფოში დავალა და აღიარა არსებული ინფორმაციით ეს. მოგახსენებთ ეხლა საქმე იმაშია რომ 92 წელში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად
ორი ნაწილისგან შედგებოდა ეს დადგენილება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მიკისრა შემდეგი ვალდებულება, რომ თუ კი საბჭოთა ფულის ნიშნებს შეიტანდნენ ბანკებში ანაბრებზე მოქალაქეები, ის გაუორმაგებდა ამანება, ანუ 1000 მანეთს თუ შეიტანდით, აგიწერდნენ რომ 2000 მანეთი გაქვს შემოტანილიო. მეორე ნაწილი იყო ის, რომელიც კოოპერატიულ მიანჩენობას ეხებოდა. სახელმწიფო გამოაცხადა, რომ თუ კი მთლიანად დაფარავთ სახალხო ღირებულებით გათვალისწინებულ ფულს კორპუსის მშენებლობისას, ჩვენ ერთ წელიწადში დაგიმთავრებთ ამ კორპუსების მშენებლობასო. შევიტანეთ ეს ფული მთლიანად და დაახლოებით 100-ზე მეტმა კოოპერატიულმა მიანჩენებლობამ კორპუსმა შეიტანა ეს ფული მთლიანად დაფარა მთელი ღირებულება სახალხო ღირებულება ამ კორპუსების მშენებლობის. მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა მაგ დროში და 99 წელში მიღებული იქნა მარტის თვეში, მიღებული იქნა კანონი, რომელსაც ქვია კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ და 58 მუხლით ამ კანონისა სახელმწიფომ კოოპერატიული მიანჩენებლობის დაუსრულებლობით გამოწვეული დავალიანება აღიარა შიდა სახელმწიფო ვალად. დიახ. შესაბამისად ამ კანონში ჩაიწერა ეგეთი მუხლის მეოთხე მუხლი, 58 მუხლის მეოთხე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა შეემუშავებინა ამ ვალის სახელმწიფო ვალის გასტუმრების წესი 2099 წლის 1 სექტემბრამდე და შეეთანხმებინა საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან. დიახ. დღემდე ეს არ არსებობს. შესაბამისად 99 წლიდან მოყოლებული 99 და 99 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებში ეს თანხები და სადღაც 99 წლის ბიუჯეტში იყო 100,000 ლარი სულ გათვალისწინებული, მხოლოდ გაიცა ეს ფული და ამის შემდეგ რაღაც ნაწილმა მიიღო კოოპერატიული მიანჩენებლების დაზარალებულებმა, რაღაც ნაწილმა მიიღო უძრავი ქონებით ანაზღაურება და ამით ყველაფერი მორჩა. და სადღაც 12000-მდე დაზარალებული იყო საქართველოში და დღეისათვის ეს ციფრი არის სადღაც 8000 დაზარალებული. აქედან თბილისში არის 4000-მდე ნახევარი თბილისში არის. დიახ. და იმის შემდეგ, როდესაც სახელმწიფომ აიღო შიდავალი, ასევე არის ცნობილი, რომ 2004 წელში შეიქმნა კომისია. მოგახსენებთ, ახლა საქმე იმაშია, რომ ეს კომისია არის არსებობს, ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი კომისია და ნებისმიერი სტრუქტურა, სამთავრობო სტრუქტურა იქმნება კანონმდებლობის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. მაშინაც და ახლაც მოქმედებს კანონი, რომელსაც ქვია საქართველოს მთავრობის უკრემოსებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონი. ამ კანონის მუხლის ნომერი არ მახსოვს, მაგრამ არ არის პრობლემა მაგის პოვნა. ეს კანონი ითვალისწინებს მთავრობის მიერ სათათბირო ორგანოების შექმნას. დიახ. და გათვალისწინებული კანონით დარეგულირებული არის ამ სათათბირო ორგანოების, ამ კომისიების, ან საბჭოების უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და ასე შემდეგ. 2004 წელში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა 108 დადგენილება არის, შეიქმნა შიდა სახელმწიფო ვალის პრობლემათა შესწავლელი სახელმწიფო კომისია. დიახ. ანუ შიდა სახელმწიფო ვალში აღიარებული არის არა მხოლოდ კოოპერატიული მიანჩენებლების წინაშე ნაკისრი ვალდებულება, არამედ 11 სახეობის შიდა სახელმწიფო ვალი არის ამ სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის 58 წელს. თუმცა ბატონმა ჯაფასამუშიამ თქვა, რომ ეს კომისია ზუსტად კოოპერატიული მიანჩენებლობის საკითხზე იყო შექმნილი. არა, თქვენი ჭირიბეთ ამ კომისიის შესახებ შექმნის დადგენილებას, მთავრობის დადგენილებას თან ახლავს არა მე კონკრეტულად ამ კომისიას არ გულისხმობ ბატონო ბესო თქვა რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგო ეს კომისია ჩვენამდე ძალიან დიდი ხანი არ იკრიბებოდა და ჩვენ შევიკრიბეთ და ამ თემაზე ვიმსჯელოთ. ეს საკითხი ბატონო საკითხი არის მთლიანად სამართლებრივ სივრცეში უნდა განხილოთ მხოლოდ. სხვანაირად პოლიტიკურ სივრცეში ან ისეთ PR სივრცეში ამ საკითხის განხილვა არის დიდი დანაშაული. რა ხდება რომ გითხრათ? მოკლედ გეტყვით, საქმე იმაშია რომ კომისია შეიქმნა იმისათვის რომ მთავრობას გაერკვია რა სახის და რამდენი ვალი აქვს შიდა სახელმწიფო ვალში აღებული. 11 სახის.
ერთ-ერთი მათგანი ამ 11-დან არის კოოპერატიული ვინაჩვენობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალ. დიახ. კომისია შეიქმნა 2004 წელს და ამ კომისიის ამ დადგენილებით დამტკიცდა კომისიის სამოქმედო დებულებაც. დიახ. ამ დებულებაში ერთნიშნულად არის გაწერილი კომისიის უფლებების და ვალდებულებებიც. დიახ. იქ ეწერა, რომ კომისია თავიდანვე დებულებაში იყო მუხლი, რომელიც კომისიის შეკრების პერიოდულობას ადგენდა. ამ მუხლის თანახმად კომისია უნდა შეკრებულიყო მინიმუმ თვეში ერთხელ. დიახ. ნუ ამის შემდეგ დაიწყეს მუშაობა და მართლა იკრიბებოდნენ ნორმალურად და 2004 წლის შემოდგომაზე შეიქმნა კომისია. 2005 წელში, 5 წლის მაის-ივნისში კომისიამ განიხილა საკითხები, ჩაატარა სამუშაოები და დაამთავრა კოოპერატიული ვინაჩვენებლობის მიმართ აღიარებული სახელმწიფო დავალიანებების ინვენტარიზაცია. არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, იურიდიული ძალისქონე დოკუმენტი, კომისიის სხდომის ოქმი, ნომერი 3, რომელშიც ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფმა ჩვენმა შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა სამუშაოები და დაასრულა კოოპერატიული ვინაჩვენებლების მიმართ აღიარებული სახელმწიფო დავალიანების ინვენტარიზაცია. ბატონო ბესო, ბოლოს როდის შეიკრიბა ეს კომისია, თუ შეიძლება ამის შემდეგ 2005 წლიდან 2010 წლის ჩათვლით კომისიამ ჩაატარა რამდენიმე სხდომა სულ აქვს დღეს 4 სხდომა ქონდა სულ ჩატარებული და 2012 ბოლოს როდის ჩატარდა ეს სხდომა კომისიის? მოგახსენებთ 2012 წლის დეკემბერში კომისიამ ჩაატარა მეხუთე სხდომა და 2013 წლის იანვარში ჩაატარა 2013 წლის იანვარში დეკემბერში ჩაატარა მეხუთე სხდომა და 2014 წლის იანვარში ჩაატარა მეექვსე სხდომა. დიახ, ამ სხდომების ჩატარებამ თუ მოგცათ რაიმე შედეგი, რამე ქმედითი ნაბიჯები თუ იყო გადადგმული? არანაირი შედეგი არ მოუწია და ვერც მოგცემდა ქმედით შედეგებს ამ კომისიის სხდომა, იმიტომ რომ კომისია არის მხოლოდ სათათბირო ორგანო. რომლის უფლებამოსილება ვთავდება იმით, რომ მას შეუძლია რაღაც რეკომენდაციებით მიმართოს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. რაიმე რეკომენდაცია, ან რამე თუ მოითათბირეს მათ, როგორ მოიყვებინათ? არანაირი რეკომენდაცია, არანაირი წინადადებით კომისიას არ მიუმართავს არც საქართველოს მთავრობისათვის და საქართველოს პარლამენტისათვის. თუმცა ბატონო ბესო, ბატონმა ჯაბამაც თქვა და ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოოპერატიული ვინაჩვენებლობის დასრულებისთვის დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომლითაც 5 კორპუსის დაფინანსება უნდა მოხდეს. ასევე ბატონ დავით ნარმანიამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თანხა 3 კორპუსის დასასრულებლად არის გათვალისწინებული. არის თუ არა ბიუჯეტში ნახსენები კოოპერატიული ვინაჩვენებლობა და თქვენ ასევე საუბრობდით, რომ ასიგნებებში არ არის მოხსენიებული ეს თანხა. დეტალურად რომ გაგვიმარტოთ, იმიტომ რომ ბატონმა ჯაბა სამუშიამ თქვა, რომ თანხა ნამდვილად არის გამოყოფილი და კოოპერატიული ვინაჩვენებლობაც არის ნახსენები ბიუჯეტში. თუ შეიძლება რომ აგვიხსნათ, რაშია პრობლემა? მოგახსენებთ, საქმე იმაში, რომ ბატონი ჯაბა უბრალესი ისტორიკოსი გახლავთ, მეცნიერი ისტორიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, მას მე ძალიან კარგად ვიცნობ და 2010 წელიდან როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა ამ ჩვენი უფლებების აღსადგენად, ბატონი ჯაბა უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცედურებში, ამ პროცესებში და როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის საკრებულოს წინამოწვევის თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამ პროცესებში ბატონი ჯაბა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაშინ ბატონი ჯაბა გახლდათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და ამიტომ ძალიან მწვავედ სვამდა ამ საკითხებს და ითვალისწინებდა ყველა ჩვენ პრობლემას. მაგრამ დღეს მდგომარეობით ბატონი ჯაბა გახლავთ მართველი უმრავლესობის წევრი. ამიტომ მისი რიტორიკა და მისი არგუმენტაცია აბსოლუტურად იმეორებს მაშინ არსებული უმრავლესობის რიტორიკას და არგუმენტაციას.
ეგ არის მხოლოდ მიზეზი, მეტი არაფერი, თორემ რაიმე მის კეთილ სინდისიერებაში და ცოდნა გამოცდილებაში მე ეჭვი არ მეპარება ნამდვილად. დიახ, ბიუჯეტზე რომ ამიტომ მე იძულებული ვარ რომ ბატონ ჯაბას შეუსწორო ეგეთი რამ. რომ საქმე იმაშია რომ არსებობს კანონი, რომელსაც ქვია კანონი ნორმატიული აქტების შესახებ. დიახ. კანონი ნორმატიული აქტების შესახებ ითვალისწინებს რომ ნორმატიული აქტი, ანუ იგივე თბილისის ბიუჯეტის შესახებ დადგენილება ვთქვათ. არის ნორმატიული აქტი. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია და იგი იურიდიულ ძალას იძენს იმის შემდეგ, რაც გამოქვეყნდება უფლებამოსილ ორგანოში, ანუ საკანონმდებლო მაცნეში. დიახ. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი მიღებული იქნა 2014 წლის 19 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე და გამოქვეყნდა 23-ში თუ 21 თუ 23 დეკემბერს გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. საქმე იმაშია, რომ გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი ქვეყნდება თავის დანართებთან ერთად. დანართი არის ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილი და ნორმატიული აქტთან ქვეყნდება. დიახ. ამას ამბობს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი. დიახ. ამ დროს 19 დეკემბერს მიღებული დადგენილება თბილისის ბიუჯეტის შესახებ გამოქვეყნდა 23 დეკემბერს საკანონმდებლო მაცნეში და მას დანართი არ აქვს. დიახ. ანუ ეს რას გვეუბნება რომ აგვიხსნათ? არა, რა აქვს თქვენი ჭირვით, ანუ პროექტს დანართი ქონდა. აი ახლა მე წაგიკითხავთ პროექტი, ბიუჯეტის პროექტი, რომელიც განთავსებული იყო როგორც მერის საიტზე, ასევე საკრებულოს საიტზე. დიახ. ნოემბერში შემუშავებული პროექტი არის ეს 2015 წლის ნოემბერში. საქმეშია რომ ამ ეს ბიუჯეტის შესახებ დადგენილება შეიცავს რამდენიმე ნაწილს, ნუ ორ ნაწილს ვთქვათ. ერთი ნაწილი არის პროგრამული ნაწილი, სადაც სიტყვიერი მასალა არის, მთლიანად ჩამოყალიბებული არის, ვთქვათ, ნომრები, მუხლების და ასე შემდეგ და პრობლემები და მეორე ნაწილი არის ასიგნებების ნაწილი, სადაც გაწერილი არის დასახარჯი თანხები. დიახ, ანუ თქვენი ასიგნებებში, დიახ. საქმე იმაშია რომ არსებობს მე-5 თავი ამ დადგენილების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები და პროგრამები, რომელიც შეიცავს მე-12 მუხლს. მუხლის სათაური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2018-2018 წლების ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები და პროგრამები. ანუ ეს პროგრამული ნაწილი არის ბიუჯეტი. ამ მუხლის აღწერილობით ნაწილში არის ერთადერთი ფრაზა, ისიც ცვლებში ჩასმული. დიახ. აი, წაგიკითხავთ მე ამ მუხლს. პროგრამა ითვალისწინებს საბინადრო სამონსტროლო პირობების გაუმჯობესებას. დედაქალაქში ამჟამად აღრიცხვაზეა მრავალი ავარიული საცხოვრებელი სახლი, სხვადასხვა ფაქტორები, ასე შემდეგ. ამისათვის დაგეგმილია თბილისში რას მიზნად ისახავს ავარიული საცხოვრებელი სახლების შემცირებას, ავარიული შენობების ჩამოსვლის საშუალების თავიდან აწილების შედეგად მობინათა და უსაფრთხოების დაცვას, ასევე დედაქალაქის მოსახლეობაზე განაწილებული და დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსების, მათ შორის კოოპერატიული სახლები დასრულების საჭირო დაზოლებების გადაწყობა. მორჩა, აი ეს სამი სიტყვა სულ, მათ შორის კოოპერატიული სახლები. თელ ბიუჯეტის შესახებ თელ დადგენილებაში კოოპერატივის საერთოდ ნახსენები არ არის ასაც გვაგან. დიახ. მიღებულ დოკუმენტში. დიახ, ბატონ მაგრამ ამ პროექტში იყო დანართი, რომელიც გულისხმობდა ქვეპროგრამების და ბიუჯეტ 2015 წლის ბიუჯეტის ასევით განხორციელებული პროგრამის ქვეპროგრამების დაფინანსებას. დიახ. ამ დანართის მე-4 ნაწილი ამბობს კოოპერატიული მინანჩელობა, სხვადასხვა კაპიტალურ ხარჯებში უნდა გატარებული იყო და 4 კორპუსის დამთავრება 5 მილიონი ლარი. მორჩა. მაგრამ აი ამ დოკუმენტის ამ დანართს რომ შეეძინა იურიდიული ძალა და სავალდებულო გამხდარიყო შესასრულებლად, ამისათვის იგი უნდა გამოქვეყნებულიყო ბიუჯეტის დანარჩენ ნაწილთან ერთად. ეს დანართი არ არის გამოქვეყნებული. შესაბამისად, ეს დანართი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი არ არის და მისი შესრულება არ არის სავალდებულო. ბატონო ბესო, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ფაქტიურად რო უკვე ამოვწურეთ, რა არის თქვენი სამოქმედო გეგმა, რას აპირებთ რომ თქვენი უფლებები დაიცვათ? ერთადერთი სასამართლო წესით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ შეიმუშაოს კანონით გათვალისწინებული, შეასრულოს თავისი კანონის მიერი ვალდებულება, შეიმუშაოს
და გამოსცეს და იურიდიული ძალა მიანიჭოს დოკუმენტს, რომელსაც ქვია კოოპერატიული ბინანსშემოვლობის დაუსრულებლობით გამოწვეული სახელმწიფო დავალენების გასტუმრების წესი. დიდი მადლობა ბატონო ბესურცლად რომ აგვიხსენით პრობლემა დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ გადაცემაში რეკლამის დროა, ჩვენ ძალიან მალე დავუბრუნდებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. სატელეფონო ხაზზე ყავს ბატონი აკაკი ჩარგეიშვილი. გამარჯობათ ბატონო აკაკი, დიდი მადლობა სატელეფონო ჩართვისთვის. მოგესალმებით და გილოცავთ თქვენ და ჩვენს რადიოსონოს ყველას. ჩვენც გილოცავთ. ბატონო აკაკი, უკვე წლებია კოოპერატიული ბინადრობის დაზარალებულები რეაგირებას ელოდებიან. საქართველოს სახელმწიფო მათ მიმართ ჯერ კიდევ 1998 წელს აღიარა, თუმცა დაზარალებულებს კომპენსაცია დღემდე არ მიუღიათ. რაში ხედავთ გამოსავალს, რა ქმედით ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ ამ პრობლემამ დაიწყოს მოგვარება? ეს პრობლემა თვითონ თავისთავადია 90-იანი წლებიდან გახდა საქართველოს ასე ვთქვათ მემკვიდრე როგორც სახელმწიფო ამ ურთიერთობების. და კოოპერატიული ბინადრობასთან ერთად გახსოვთ კიდევ ეს იყო ფილტრანსის მიმართ დაზარალებული ადამიანები, რომლებიც ქართულ აქციებს მიმართავდნენ. რეალურად ამ ადამიანების დამსახურება არის ის, რომ თუნდაც 98 წელს სახელმწიფომ შიდა ვალად აღიარა მათ მიმართ დავალება და გარკვეული პერიოდი იყო ესეთი მექანიზმი, რომ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხიდან ამ თითქოს დაზარალებულ ადამიანებს შეეძლოთ აერჩიათ და მიიღოთ გარკვეული ქონება. მაგრამ სამწუხაროდ შემდგომ ეს დაუკავშირდა ისევ და ისევ ჩინოვნიკურ ბარიერებს და ამ პრობლემის გადაწყვეტა საბოლოოდ ამ ხერხითაც ვერ მოხერხდა. თუმცა ჩემი აზრით რეალურად ცუდი შევაჯამოთ მდგომარეობას, ეფექტური მექანიზმი მსგავსი იმისა, რომ ეს ადამიანები დაკმაყოფილებული იქნენ ძნელია თავისთავად ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა, მით უმეტეს რომ ის ძალიან ბევრი დრო გავიდა სამწუხაროდ, ხო, თითქმის 20 წელი და მეტი. აქედან და 20 წელზე მეტი უпроსორეთ. აქედან გამომდინარე, ფულად კომპენსაციაზე და ზოგადად საუბარი ისედან რომ სამკვიდრო საკითხებით გასული გარკვეული ადამიანები აღარ არიან ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ ეს და ასე შემდეგ და ანუ იურიდიულ ბარიერებსაც დაუკავშირდება, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით კიდევ უფრო იურიდიულად პრობლემური იქნება ეს საკითხი. ამიტომ რეალურად არსებობენ ისეთი მექანიზმები, აი ურთიერთქონების დაცვით და ასე მიწის ნაკვეთები იქნება შენობა ნაგებობა თუ სხვადასხვა, რომ რეალურად ინდექსირება მოხდეს იმ დავალებებისა, რომელიც არსებობდა იმ პერიოდისათვის, როდესაც სახელმწიფო ბინადრობის კოოპერაციები არსებობდნენ და დროებით მდგომარეობასთან ეს მოვიდეს შესაბამისობაში, ამას თავისთავად საბიუჯეტო კალენდარობაში დაჭირდება ერთგვარი სრულიად კომპენსაციების მიზნით და რეალურად ეს ადამიანები როგორც დაზარალებულები თავს უნდა იზრდებიან უფრო მეტად დაკმაყოფილებულად, ვიდრე აი მოსწრაფელი და 22 წლის ჭიდაობის პერიოდში ისინი იზრდებიან თავიანთ თავს. დიახ, თუმცა დაზარალებულები საუბრობენ კიდევ იმ პრობლემაზე, რომ 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებებში არ არის საერთოდ ნახსენები კოოპერატიული ბინადრობა და წინა ბიუჯეტის პროექტს მოყვებოდა დანართი, სადაც იყო ნახსენები კოოპერატიული ბინადრობისთვის გასაწევი ხარჯები, რაც შემდეგ არ გამოაქვეყნეს დანართის სახით ბიუჯეტთან ერთად და შესაბამისად მას იურიდიული ძალა არ აქვს. თუ კი არ არის თვალისწინებული ასიგნებებში კორპორატიული ბინადრობისთვის გასაწევი ხარჯები არის თუ არა შესაძლებელი, რომ გამოიყოს თანხა და ის თანხა, რასაც ამბობს სახელმწიფო, რომ ამისთვის აქვთ გამოყოფილი, ზუსტად ამ მიზნებს მოხმარდეს. პირდაპირ გეტყვით, ეს არის სიტუაციის გართულება, ჩემი აზრით, ვინაიდან თვითონ ბიუჯეტი და ბიუჯეტის ყოველწლიურად მიიღება პარლამენტის მიერ, ეს არის ფინანსთა სამინისტროს ზოგადად თავებაში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ყოველწლიურად მიიღება პარლამენტის მიერ. შესაბამისად, არავინ არ უშლის ხელს იმ ჩინოვნიკებს, თუ კი ვინმეს ეს გაზრა ბოროტად თუ რამე გაზრახის გარეშე გამორჩათ და კანონის გარეშე მოახდინეს მისი ასე ვთქვათ დანართიდან ამოღება,
ეს მოახდინონ საბიუჯეტო კანონმდებლობაში, ანუ 2015 წლის მიმდინარე წელს, მოახდინონ ბიუჯეტის კანონში ცვლილებების დამატებების შეტანა, თუკი ეს გათვალისწინებული იყო და საკანონმდებლო დონეზე მოგვარდება აქ არამაური ოფიციალურად დეპუტატის წინაშე და პარლამენტის გადადგება. მეგონი ეს პასუხი უფრო მეტად ხელოვნურად გამოწვეული პასუხია, ვიდრე რეალურად არსებობს. დიდი მადლობა ბატონო აკაკი სატელეფონო ჩართვისთვის და გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ. დღეისათვის სულ ეს იყო, გვისმინეთ ყოველ ხუთშაბათს რადიო კომერსანტის ეთერში. გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად.